ტელერადიო კომპანია თრიალეთმა საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თრიალეთის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამოძიება, რომელიც ჩვენი შეფასებით შესაძლოა შეიცავდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტის შინაარსის გაყალბების ნიშნებს. მიმდინარე წლის 8 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეაჩერა შპს ტელერადიო კომპანია თრიალეთის სარეგისტრაციო გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრი მიუთითებს თითქოს მოქმედი წესდების მიხედვით. პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისთვის აუცილებელია პარტნიორთა თანხმობა, რის საფუძველზეც მოითხოვა პარტნიორთა 100%-იანი თანხმობა. თუმცა რეალურად რეგისტრირებულ წესდებაში წერია სრულიად სხვა ჩანაწერი. პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. საჯარო რეესტრმა სიტყვა გადაწყვეტილება საკუთარი ინტერპრეტაციით ჩაანაცვლა თანხმობით, რამაც ნორმის სამართლებრივი შინაარსი არსებითად შეცვალა. პარტნიორთა გადაწყვეტილება ნიშნავს პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო თანხმობა რეესტრმა განმარტა როგორც ყველა პარტნიორის ინდივიდუალური 100%-იანი თანხმობა. შედეგად საჯარო რეესტრმა ფაქტობრივად შეცვალა წესდების შინაარსი და სწორედ ამ შეცვლილი ინტერპრეტაციის საფუძველზე დაბლოკა თრიალეთის რეგისტრაციის პროცესი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული მოთხოვნა სრულად ემთხვევა თრიალეთის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის კომპანიის შპს აქცეპტის წარმომადგენლების პოზიციას, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იყოს მესამე პირების გავლენით მათი ინტერესების შესაბამისად. საჯარო რეესტრი მსგავსი ინტერპრეტაციით პრაქტიკულად ქმნის მექანიზმს, რომლითაც 10%-იანი წილის მფლობელს შპს აქცეპტს შეიძლება სრულად დაბლოკოს კომპანიის რეგისტრაცია და საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მძიმე და სახიფათო პრეცედენტია დამოუკიდებელი მედიისთვის. როდესაც სახელმწიფო უწყება დოკუმენტის შინაარსს საკუთარი ინტერპრეტაციით ცვლის და ამით მედია ორგანიზაციის საქმიანობა ფერხდება, ეს უკვე სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ ვითხოვთ სრულ და სამართლიან გამოძიებას. თრიალეთი პროკურატურას თხოვს შეისწავლოს შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტის შინაარსის გაყალბების ფაქტები. თრიალეთი 36 წლიანი ისტორიის მქონე რეგიონული მაუწყებელია და ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ზეწოლისა და ხელოვნური ბარიერების მიუხედავად სამართლებრივ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. მოახდენს თუ არა პროკურატურას საქმის გამოძიებას, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.